ძველი ახალი წლის დადგომას მახარაშვილების ოჯახი სოფელ ქვახვრელში განსაკუთრებით ელის. მათი საახალწლო სუფრისთვის ოჯახის ქალბატონები აუცილებლად აწყობენ ტრადიციულ კვერებს. მამაკაცები კი მეკვლეობის ტრადიციაში იღებენ მონაწილეობას. როგორია ძველი ახალი წელი ქართლში? ნახოთ ახლა ნინოცა როსტიაშვილის და გიორგი კოკაიას სიუჟეტში. მახარაშვილების ოჯახში ყოველი დღესასწაული სიმღერითა და სამზარეულოში ფუსფუსით იწყება. ახალგაზრდები კულინარიულ საქმიანობაში ერთვებიან და იმ ტრადიციებს სწავლობენ, რომლებმაც წლებს გაუძლეს. ამაში მათ მშობლები და ბებო ბაბუა ეხმარებიან. ეხა ტანი დაამუშავე, დაამკვალე. მერე გავუკეთოთ თავი. უფრო 14-იანვრისათვის ემზადებოდნენ ვიდრე 1-იანვრისათვის. ხანდახან არ დაიძინებდა ხოლმე დედაჩემ პირველში სარამწავს. ჩვენი არ არის ესა. 14-იანვრისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ ხოლმე მეკვლეს წინდაცი გააფრთხილებდა რომ აბა არ დაგავიწყდეს ხვალ ჩემთან უნდა მოხვიდეო. მეზობლის ბიჭი ყავდა ამოჩემებული, რომელიც ყოველთვის მოდიოდა ხოლმე 14 იანვარს დილით. ხონჩით. აუცილებელი იყო დაჯდომა. თუ არ დაჯდებოდა, ქათამი გადმოხდება საბუდრიდან იცოდეოდა, წიწლებს არ გამოჩეკავს. ამიტომ დასვამდნენ ხოლმე მიართმევდნენ რაც ოჯახში გამზადებული ჰქონდათ. მამა ჩემი შემოულიდა ხოლმე სახში ძროხა, ღორი რაც ყავდა საქონელი, მათ მიულოცავდა ყველას ან კამფეტებს, ან ტკბილს ლუკმას მიაწოდებდა, ესე მიულოცავდნენ ხოლმე ყველას. რომ ბარაკა ყოფილიყო ოჯახში. ძველ ადათ-წესებს დღემდე ინარჩუნებენ და ისეთივე სიხარულით აწყობენ ხონჩაძე პროდუქტებს, როგორც ამას წლების წინ აკეთებდნენ. ეს არის ნამდვილად ჩვენი ქართული ტრადიციული ხონჩა, რომელიც ჩვენი ადათ-წესებიდან მომდინარეობს და დღესაც ვაგრძელებთ ამ ლამაზ ტრადიციებს. სამჯერ უნდა შემოგველოს სახლისთვის, ულოცავდით ყველაფერს, ჩვენს საქონელს, ჩვენს პირუტყვს, ჩვენს ქათამს, რომ სამომავლოდ უფრო მეტი და მეტი ხვავი და ბარაკა გქონიყო ოჯახში, როგორც ჩვენ, ისე მთელ საქართველოს. სოფელ ქვახვრელში საახალწლოდ ერთი განსხვავებული ოჩხის ტრადიციაა ცნობილი. ჩვენთან აქეთ განსხვავებული ტრადიცია ის არის, რომ აი ქვახვრელუფლის ციხე ერთმანეთზე გადამული სოფლებია და აქ აკეთებდნენ ოჩხს. ოჩხი რა არის? წყალში, მდინარეში ამოყავდათ ხოლმე პატარა ორმოსავით აკეთებდნენ, სადაც თევზები იზამთრებდნენ, ზამთარში შედიოდნენ შიგ, ხავს, თივას ჩააფენდნენ ხოლმე გარეშემო, რომ მყუდრო ყოფილიყო. და ზამთარში განსაკუთრებულად ძველი ახალ წელს ამოყრიდნენ ხოლმე ამ ოჩხს, თევზს. სისხამდილით ბადით ხელში სათევზაოდ მივალ მტკვარზე ვენაცვალე ჩემს მაბიჯებს არ ფიქრობენ მომავალზე. ეს სიმღერაც უკავშირდება ზუსტად ამ მეთევზეობას და თევზის ჭერას, რომ სისხამდილით მიდიოდნენ, ზოგი ბადით ხელში, ზოგი ოჩხის ამოსაყრელად, იმიტომ რომ ბადეც და მტკვარიც იყო შემნახველი ოჯახისა. საახალწლო სუფრისთვის აუცილებლად მზადდება კვერები და სხვა ქართული კერძები. სანამ ქალბატონები სამზარეულოში საქმიანობენ, იქამდე მარანში შენახულ ღვინოს ოჯახის მამაკაცები სუფრისთვის ამზადებენ. ბავშვობაში მეც მახსოვს, ბებიაჩიმი ხშირად ამბობდა ხოლმე, რომ კვერები ცხებოდა თონეში. ეხა თონები აღარ არის, მაგრამ ამ ტრადიციას ჩვენც ვაგრძელებთ და ვასწავლით ჩემს შვილებს, რა თქმა უნდა. როგორც შეგვიძლია და რანაირადაც შეგვიძლია, შეიძლება ისეთები არა, მაგრამ მაინც რაღაცით ვამგვანებთ ცოტათი. კვერების გარდა ვაცხობთ ხაჭაპურს, რაც ყველაზე ტრადიციულია და ჩვენ ოჯახში ყველას უყვარს. ხაჭაპური პირველ რიგში, ნამცხვარი, შემდეგ, ოღონდ ნამცხვარს მე არ ვაცხობ. მე ხაჭაპურს, ნამცხვარს დედამთილი აცხობს. ხო და ესე, ვინაწილებთ საქმეს. ყველაზე უმცროსებს განსაკუთრებით უყვართ ახალი წლის დადგომა. ცდილობენ სახლის თითოეული დეტალი სადღესასწაულონ მორთონ და გაალამაზონ. ახალი წელი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ როგორც არის რაღაცა ახალი გამოწვევებისთვის ვემზადებით და ახალი წლისთვის და ყველაფერი ახლისთვის და ვცდილობთ ხოლმე რომ ეს წელი უფრო კარგი იყოს, უკეთესობისკენ შევცვალოთ და ის რაც ამ წელში არ მოგვეწონა, იმ წელში მაინც გამოვასწოროთ. ასევე მეც ძალიან მიყვარს ახალი წელი, მithuet ეს ოჯახთან ერთად შეხვედრა, რაღაცა სხვანაირი ხიბლი აქვს და უფრო სასიამოვნოა.
ველოდებით ხომოდის გახდება 13 საათი რომ გავიდეთ გარეთ პროექტები გავისროლოთ ყველას ბედნიერებას ერთად ვუყუროთ და ნუ საჭვალების გაკეთებაშიც ასე რომ თქვა ცოტას ვეხმარები შეიძლება არ გამოგდის მაგრამ რაღაც ხის მაინც შეგვაქვს წვლილი მახარაშვილების ოჯახი მადლიერებით აცილებენ ძველს და უკეთესი მომავლის რწმენით ზეიმობენ ახალ წელს.